მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ სამშაბათობით და პარასკევობით გადის ეთერში და ჩვენ საუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ თუ რა რესურსები აქვთ ქალებს საკუთარ თემში, რისი შეცვლის შესაძლებლობები აქვთ მათ საკუთარი უნარჩვებების გამოსავლენად და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ მეწარმე ქალბატონები დოდო ნადირაშვილი და დაჯი აფთარაული ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. დაჯი, მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობა. მესმის გამარჯობა. დაჯი, რომ დავიწყოთ, ესე იგი, ჩვენი გადაცემა, ძალიან მოკლედ რომ მოგვიყევთ, ესე იგი, თქვენი ისტორია, თუ როგორ დაიმკვიდრეთ თავი, აი რა გააკეთეთ თავდაპირველად იმისთვის, რომ არ დაგეტოვებინათ სოფელი და საიდან გაგიჩნდათ იდეა, აი რატომ კერვა და ვთქვათ სხვა არაფერი. Ну, ზოგადად კერვის იდეა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვობიდანვე. დიახ. ეს იდეა იქედანვე წამოვიდა, თოჯინა მყავდა მას უკერავდი. მოგვიანებით უკვე მეგობრებთან ერთად დავიწყე კერვაზე სიარული და შევატყე, რომ გამომდიოდა, მათაც უკერავდი და ჩემთვისაც. ამას ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოყვა და გადავწყვიტე, რომ ეს მექცია შემოსავლის წყაროდ. როგორ ქმნით დაჯი თქვენს სამყაროს სოფელ ქვემოალვანში, რა ქვია, ან რას დაარქმევთ მომავალში თქვენ ახდენილ ოცნებას? ჯერ საწყის ეტაპზეა ჩემი ოცნება, ესე რომ ვთქვათ, სახელი მოვიფიქრეთ ესეთი დაჯის სამკერვალო და ეხლა როგორ ქმნით? ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, თუნდაც ის რომ ვეძებ პროექტებს, რომლების მეშვეობითაც გავახორციელებ ჩემ იდეას. სწორედ ესეთი პროექტი იყო ერთ-ერთი კახეთი მედია ცენტრი. და ასევე ქია კავკასია, ეს ორი დამეხმარა ძალიან იდეის განხორციელებაში და ოცნების ახდენაში. ახლა რა ხდება დაჯი, აი თქვენთან რომ მოგვიყვეთ აი ამ პროცესებზე, თქვენ საწარმოო პროცესზე როგორ გახსენით, რა გააკეთეთ, თქვათ როგორ მუშაობთ, აი როგორ ვითარდებით აი ამ პროცესზე რომ მოგვიყვეთ? დავიწყეთ იმით, რომ გამოცხადდა პროგრამა ქალთა დახმარების მიზნით. ამ პროექტის დახმარებით უფრო დავხვეწე, ესე ვთქვათ, შევისწავლე კერვა. მოგვიანებით ამ სწავლის შემდგომ კიდე ერთი კონკურსი გამოცხადდა, ქია კავკასიამ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, მივიღე ამაშიც მონაწილეობა, შევიძინე ინვენტარი და აბსოლუტურად ყველაფერი რაც რამეა საჭირო, იქნება საკერავი მანქანები, ავერლოკი, უთო მანეკენები თუ ასე შემდგომ. და ძირითადად ეხლა დაიწყო საწყის ეტაპზეა, თუმცა ძალიან კარგად მიმდინარეობს, სოფელში მაცხოვრებლებიც ძალიან კარგად ეხმაურებიან და წინსვლები გვაქვს. როგორი არის შანსები იმისა, რომ სოფლად ცხოვრებმა ქალებმა საკუთარი გეგმები განახორციელონ და ზოგადად როგორია სოფლად ცხოვრები ძლიერი ქალი თქვენთვის? თუ მე გამოვიყენე, ასე ვთქვათ, ეს პროექტები და კარგად მივდივარ, ვფიქრობ, რომ სხვა ქალებისთვისაც არის ეს შესაძლებელი, თან მით უმეტეს ჩვენ სოფელში არ არის ცოტა რაოდენობის მოსახლეობა, საკმაოდ დიდი მოსახლეობა. თავარია მოინდომონ, გაბედონ, კონდეთ სურვილი. დანარჩენი უკვე შეუძლიათ თუნდაც პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და ესე პატარ-პატარა ნაბიჯებით განახორციელონ თავიანთი სურვილები. დიახ. და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაიმკვიდრონ ამ ქალბატონებმა თავისუფლად, აი რა ყოველდღიურ გამოწვევებს უკლავდებიან ისინი? ძირითადად ახლა სოფელში მცხოვრები ხალხი მაინც ყოველდღიურ ცხოვრებით არის დაკავებული. ნაკლებია იმის შანსები, რომ რამე ისწავლონ და პროფესიულად რაღაცას დაეუფლონ, თუმცა თავარია მოინდომონ ქალებმა ბევრი რამ შეუძლიათ რომ განახორციელონ, თუნდაც ეს პროექტები, რომლებშიც მე მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ კარგად არის დაგეგმილი იმ მხრივ, რომ არ არის ესე ვთქვათ, აი გასწავლეთ და მორჩა. არამედ კარგად გრძელდება და ვითარდება, არის ყურადღება იმისა, თუ რას აკეთებ, ამაში როგორ დაგეხმარონ კიდე რომ გაძლიერდე, უბრალოდ ერთი რომ დაგეხმარნენ და მორჩა, ესე არ მთავრდება. შეუძლიათ კიდე უფრო მეტად დაუჭირო მხარი ქალებს და პირადად მე ძალიან მეხმარება ეს, თუნდაც არა მარტო ის რომ ვისწავლე და ინვენტარი შევიძინე, არამედ თუნდაც რეკლამა, თუნდაც სხვა ონლაინ ტრენინგებიც ძალიან ბევრი არის, რომელიც მეხმარება ამ გზაზე და ასევე დაეხმარება მათაც. თავარია სურვილი, თავარია გაბედონ
და ეს გაბედულებაც ერთ-ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. და სავარაუდოდ ალბათ თქვენც ეხმარებით, ხო? გამოცდილებას უზიარებთ, ახლა ვინც დაინტერესდება, სავარაუდოდ უკვე თქვენც გექნებათ გაზიარებული ეს ინფორმაციები, ვისაც აინტერესებს, თქვათ, ქალბატონებს. კი, რა თქმა უნდა, უზიარებ, რაც შემიძლია, აბსოლუტურად ყველანაირად და გარდა გაზიარებისა, მე თვითონაც ვცდილობ ესეთი ქალების გვერდით ვიყო და მათი გამოცდილებაც, ესე ვთქვათ, მეც გადავიღო, რომ შემდგომ ჩემ ბიზნესიც წარმატებული იყოს. დიახ, რა თქმა უნდა. სამომავლო გეგმებზეც თუ გვეტყვით რამდენიმე წინადადებას დაჯი და შემდეგ დაგემშვიდობებით. სამომავლო გეგმებში, მაქვს კიდე სურვილი სხვა დამატებითი რაღაცების შესწავლის კერვის კუთხით და ასევე მაქვს იმის სურვილიც, რომ მქონდეს საკუთარი პროდუქტი. ჩემი სახელით, ჩემი ბრენდი და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებას გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად мотиваცია არის საჭირო, რომელიც არ გაკლიათ, არც გაბედულება და იმედი არის, რომ უკვე შემდეგ ჩართვაზე ნამდვილად გექნებათ უკვე თქვენი ხაზის, ასე ვთქვათ, ტანისამოსი და თქვენი ბრენდი შექმნილი. გემშვიდობებით დაჯი, მე წარმატებას გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და ჩაგვერთეთ გადაცემაში. ნახვამდის დროებით. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი გახლავთ ხელოვანი დოდო ნადირაშვილი თელავის მუნიციპალიტეტიდან. მოგესალმებით დოდო, გესმით ჩემი ხმა? დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და გვერთებით გადაცემაში. რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი, როგორ გაჩნდა კერამიკის შესწავლის იდეა თქვენთან, რა ნამუშევრებს ქმნით და ვისთვის არის ისინი, ვისთვის იქნება თქვენი ნამუშევრები? შექმნის იდეა გარკვეულწილად უკავშირდება ჩემს პროფესიულ საქმიანობას, ხელოვნებით თერაპიას. სურვილი რომ მქონოდა ჯგუფები და დამოუკიდებლად მემუშავა სახლში, აქედან დაიწყო ზუსტად კერამიკის შესწავლის იდეაც. თიხას როგორც თერაპიულ საშუალებას, რასაც ვიყენებდი მანამდე, ახლა უკვე საშუალება მაქვს როგორც დასრულებული პროდუქტი ასე გამოვიყენო და შევთავაზო ჩემთან მოსულ ადამიანებს. ეს იყო იდეა, რის გამოც შევისწავლე კერამიკა. დიახ. ამჟამად სახლში მაქვს ჯგუფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, მაქვს საზაფხულო ჯგუფი, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება და ასაკი არ არის შეზღუდული. ასევე შესაძლებელი არის როგორც ტიპიური განვითარების ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და დასრული ადამიანებისთვის, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისათვის. რითი დაიწყეთ, ახლა რას ქმნით, თქვათ, რაზე მუშაობთ, ძალიან საინტერესო არის გავაცნოთ თქვენი თავი, ასე ვთქვათ, საზოგადოებას უფრო ფართედ. ვმუშაობ ჭურჭლის შექმნაზე, ფუნქციურ ნივთებზე და სუვენირებზე. და ამის რეალიზებას თუ აკეთებთ, თქვათ, როგორ ხდება მისი გაყიდვა, აი გამოფენებში თუ იღებთ, აი ამ ყველაფერზე მოგვიყევით. დიახ, მაქვს ჩემი ბიზნეს გვერდი, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook-ზე, Dodona Ceramic, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს და შემიკვეთოს ნებისმიერი ნამუშევარი, რაც მოეწონება. ასევე შეუძლიათ ჩემთან სტუდიაში მობრძანდნენ თელავში ბახტრიონის 2A და თვითონ შეარჩიონ სახელოსნოში ნამუშევრები, რაც მოეწონებათ. მაქვს ასევე შეკვეთები, მაგალითად ფოლკლორის ფესტივალმა ნანინამ შემიკვეთა ინდივიდუალური წარწერებით და მისთვის დავამზადე სპეციალურად ეს ნამუშევრები. ვიღებ მონაწილეობას დიახ გამოფენებზე და იყიდება ასევე იქაც კარგად. ანუ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემს გვერდზე შევიდეს, დაათვალიეროს, მომწეროს ან დამირეკოს და სასურველი ნივთი, სასურველი წარწერით შეიძინოს. დოდო, რამდენად ადვილი არის თავის დამკვიდრება აი ამ მიმართულებით და თქვენ რამდენად ადვილად მიაღწიეთ, ასე ვთქვათ, თქვენს მიზნებს, თქვენს საწადელს და რა გზის გავლა დაგჭირდათ ამისთვის, აი ამაზე რომ მოგვიყვეთ. ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა ნამდვილად ღირდა ახლა რომ გადავავლებ თვალს იმ გზას, რაც გამოვიარე.
ნამდვილად ღირდა აი ამ დიდი სიხარულისთვის, რაც დღეს მე მაქვს. ზოგადად შრომატევადი საქმიანობა არის, კერამიკაზე მუშაობა, ასევე არის ძვირადღირებული ფუფუნება. ის საშუალებები, რაც კერამიკის შექმნისთვის არის საჭირო, არის ძალიან ძვირადღირებული. თუმცა ეს ყველაფერი მე ქია კავკასიის პროექტის საშუალებით სრულიად დამიფინანსდა და დღეს მე ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ კერამიკაზე ვიმუშაო. ძალიან დამეხმარა მედია ცენტრ კახეთის პროექტში მონაწილეობის მიღება, სადაც მე როგორც მენტორი მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემი ცნობადების ამაღლებას გამოადგა ძალიან. აი ეს დამხმარე საშუალებები, რაც მე მქონდა, გახდა საფუძველი იმის, რომ დღეს მე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, მაქვს ჯგუფები და ვმუშაობ. შემოსავლის წყარო მაქვს, ჩემი დამოუკიდებელი. დიახ. აი იგივე ამ ჯგუფებზე რომ გითხრათ, თქვათ ახლად უყავთ ჯგუფები, რასაც სწავლით, როგორ სწავლობენ, თქვათ რამდენად დიდია და მზარდია ამ მიმართულებით ინტერესი, აი ამაზე რომ ვისაუბროთ კიდევ. დიახ, მუშაობ სხვადასხვა ფორმატში. მაქვს როგორც საგაკვეთილო პროცესები, ბავშვებთან ასაკობრივი ჯგუფები მაქვს დაახლოებით ერთნაირი განვითარების ბავშვები. ჯგუფი შედგება 5-6 ბავშვისგან. ასაკობრივად ვაჯგუფებ ბავშვებს. მაქვს ასევე თერაპიული ჯგუფები, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების თერაპია მიმდინარეობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც პროცესი, ისე ის სიხარული, რასაც ბავშვი ნამუშევრის შექმნით იღებს და მერე მიაქვს სახლში. მაქვს ასევე ერთჯერადი მასტერკლასები, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მოვიდეს და 2 საათის განმავლობაში შექმნას სასურველი ნივთი. და თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არისო ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობა და რაღაცნაირად თქვენც ასე ვთქვათ, ერთ-ერთ შემოსავლის წყარო დაგციეთ. ხომ, აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ამაზე ძალიან მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობა, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა და ზოგადად აი რა პრობლემები არის, აი რა გამოწვევები არის ამ მხრივ და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი აი ამისი მიღწევა დღეს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალის თავისუფლების საფუძველია. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა. პირველ რიგში შინაგანი სიმტკიცე და თავდაჯერებულობაა. აი ამის შემდეგ უკვე შემიძლია ვილაპარაკო, რატო არის რთული დღეს იყო ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ჩემთვის ეს არის კერძო ბიზნესი, საკუთარი ბიზნესი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა აკეთებ შენ საკუთარ საქმეს და არავისზე არ ხარ დამოკიდებული. ამაში გარკვეულწილად საჭირო არის სახელმწიფოს დახმარებაც. მაგალითად, ჩემი პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურიზმის განვითარება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც მექნება როგორც მაღაზია რეალიზაციის საშუალება, ისე მასტერკლასების მიღებაც. ამ წუთში მე მაქვს ეს სახელოსნო ჩემს სახლში. სახლი აქცია სახელოსნოდ. მე თუ შევძელი სამომავლოდ რისის ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, რომ მქონდეს საკუთარი ივხელა სივრცე, სადაც მექნება მუშაობის საშუალებაც, აგრეთვე გაყიდვების საშუალება და კიდე დამხმარე ადამიანების მიღების საშუალებაც, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ძალიან დაეხმარებათ იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირთ სახლიდან გასვლა აქვთ. ასევე სოციუმში ინტეგრაციის პრობლემა. არიან ქალები, ვისთვისაც მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის სახლიდან გამოსვლა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, ამაშიც დაეხმარებოდა ეს სივრცე. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ადგილების შექმნისთვის. მარტივი არ არის საკუთარი სივრცე გქონდეს, სადაც შეძლებ ადამიანების გაერთიანებას, ასევე იმ ადამიანების გაერთიანებას, ვინც ხელსაქმით არის დაკავებული აქვთ
თავიანთი მცირე საწარმოები და რეალიზაციის საშუალებაც ექნებოდათ აი ამ ყველაფრისთვის. დიახ. და ბოლოსკენ უკვე ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ასე ვთქვათ, შეჯამებისკენ, თქვენ გარკვეულწილად ისაუბრეთ თქვენ სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით, იმაზე რომ გსურთ რომ გქონდეთ, ასე ვთქვათ, თქვენი ფართი. კიდევ ვთქვათ, რა გაქვთ გეგმაში, იგივე გაყიდვების გაზდა, არ ვიცი, ბრენდის წარმოება, ასე ვთქვათ, იგივე ეს სამუშაო ადგილებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხომ, სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა ეს ალბათ კიდევ უფრო ვთქვათ, შორეული პერსპექტივა არის. აი ახლო მომავალში, მოკლევადიან პერსპექტივაში რას გეგმავთ? ახლო მომავალში მაქვს გარკვეული შემოთავაზებები და პროდუქტის შექმნაზე ვარ ახლა ორიენტირებული. დიახ. ჯერჯერობით მინდა რომ რაღაც შეკვეთები ავიღო და ამ საქმეს მივხედო, სექტემბრის ბოლომდე აუცილებლად გაგრძელდება საზაფხულო ჯგუფები, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება მოსვლა უბრალოდ ამას დასჭირდება დაკონტაქტება ჩემთან და ინდივიდუალურად დროების შეთანხმება და ყველაზე დიდი და ძლიერი შემდეგი სურვილი რაც არის ჩემი, ეს არის საკუთარი სივრცე, გაფართოება, სადაც ნებისმიერ დროს შევძლებ ადამიანების მიღებას და არ დამჭირდება წინასწარ ამის შეთანხმება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ. ნახვამდის, კარგად წანდებოდეთ. ვემშვიდობები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, კარგად წანდებოდეთ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.